დიდი მადლობა. მე დავიბადე და გავიზარდე შუაში გაგლეჯი საქართველოს ერთ-ერთ უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ სარში. მე გახლავართ ლაზი კაცი. ახლა ხშირად მეკითხებიან, რომ საიდან ისწავლე, როგორ ისწავლე. მე რასაც უყურებდი ბავშვობიდანვე, ეს იყო ბაბუები, ჩვენი წინაპრები, ყველა ამ საქმეს აკეთებდა. სადაც გაიხედავდი, ხედავდი ნავს, ხედავდი ზღვას, ხედავდი თოვლებს და ხედავდი თევზს. ეს იყო ჩვენი ცხოვრება. ახლა რაც შეეხება ნავის მშენებლობას, სხვათა შორის ადმინის საქმე არ არის, ძალიან შრომატევარი, ძალიან დიდი შრომა უნდა, არა მარტო ზღვა უნდა იცოდე, არამედ ტყეს უნდა იცოდე. იმიტომ რომ მას ხეთის შერჩევა ხდება ტყეში. წაბლის მასალისგან, წაბლის ხისგან მკეთდება ლაზური ნავები და წაბლი ხასიათდება არის წაბლი ჩვენ ხახვას უნდა ხახვით იშლება, რომელ მხარესაც ჩრდილოეთის მხარეს თუ არის უფრო ხახვისა, ნიადაგებული ამას კიდე დაკვირვება ჭირდება და ამის მიხედვით რომ შეირჩევა, მე ხდება ამ მასალის დამზადება. ახლა არის ზუსტად მაგის დროა ეს. შემოდგომით, როდესაც ფოთოლცვენა დაწყებულია და ხეში წყალი ხდება მისი ხეში დამზადება. მე ხეში ხდებოდა მათი ადრე ძველად ასე იყო, ხეში ხდებოდა მისი დახერხვა. ადგილზე არ ყოფდნენ იქა ჭრილ ადგილზე, რომ გამშრალიყო ჩვენთან იცის სამხრეთ-დასავლეთის თბილი ქარი. ის ქარი რომ დაუბერავს და ამავე დროს უნდა გაიგეცხოს წვიმაში უნებრივად. თუ ახლომახლო მდინარეა, მდინარეში ჩააბამდნენ, რომ წაბლი გაშალდება, წავს აქვს ესეთი შავი ციხე რა, რომელიც გამოვა და მე რო გათვლი გაანათებ, ისეთი გამომდის და ესეთი კარგი გამომდის. სამწუხარო უბრალოდ ერთი რომ ნავის ყველა დეტალს აქვს მისი სახელწოდი დასახელება, დეტალის დასახელება. მაგრამ ძალიან ცოტა არის შემორჩენილი ლაზური დასახელებები. უფრო მეტად ბერძნული და თურქულია. ახლა ჩემი წინაპრები, ბაბუა ჩემი მეძებნი და ამორჩენობა, რომელიც 1925 წელს ჩამოვიდა და მაშინ ის პრომოსკარი საკმაოდ დადგენილი იყო, მაგრამ გადასვლა გადმოგვიწევდა ხდებოდა 37-იანამდე ხალხი გადავიდა 37-ში საბოლოოდ ჩაეწოდა არის არმოჩიკოპოვას არ დაწერილი ბაბუაზე რომ ალი ერქვა სახელი და ალი რეიზი ნიშნავს კარგი მეზღვაურობის კურსს ნიშნავს. ანუ ამ წოდებას სახელმწიფო და მეცნიერება კი არ ანიჭებდა, თვითონ მოსახლეობა ანიჭებდა, თვითონ მეთევზეები, მეზღვაურები ანიჭებდნენ, რომ გახედავდა ზღვას და ერთი წლით ადრე იქნება თუ როგორი იქნებოდა. და განმდებლობასაც გადასახებია. იმიტომ რომ მოგახსენება წაბლი არის სიტყვის მაშინ. მე ძალიან მიყვარს რომება და მე უთხევდება გარემოს და ყველაფერს, მაგრამ წაბლს დაავადება ისე ხმება. მე ის გამხმარი ხეთი მეორე სახე. შეიძლება იმ გამხმარი ხისგან ნავების დამზადება ოღონდ თუ დაკიდული არა, ანუ გახოჭებული თუ არა. და შეიძლება ხო ამის გამოყენება. მეზობლები სახელმწიფოში აიქეთ რომ გადახვდა, აიქეთ ლაზეთში. ყველა სოფელს მისი პორტი აქვს. ნავები და შეიძლება. ჩვენთან ეს არ არის. ერთი აღჭურვილია ბათუმში, სადაც მართლა ერთმანეთზე აღწერენ და ანუ ეს უნდა განვითარდეს, რომ ახალგაზრდობას მიეცეს ამის სტიმული, ამის ხალისი მიეცეს. ერთი პერიოდი დაგვაფინანსა სახელმწიფო პროგრამა იყო, რომ შეასწავლეო ბავშვებს, მაგრამ 5 ბავშვი ავეყვანე, კი უყურებ მთელი ხალისი დამავიდი, მაგრამ მაინც არა ის მოთხოვნა და ის ხალისი არა ტელეფონში ჩამდარი, ტელეფონში უყურებო შემოყურებადი და ეს ყველაფერი არის ამას მოგვიგე. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხატო ბატონი თემურის, რომელიც არაერთხელ მოვიდა ჩემთან ნავის მშენებლობის პროცესში, ისედაც და დიდი შრომა გაწია. თემურის ერთადერთი ახლა ხელეჭროს და ხერხი რომ მისცემდა დარწმუნებული ვარ, რომ ნავს გააკეთებს. იმდენად დავასრულებ და იმდენად ის ჩემზე უკეთესად ის დედამის სახელები და
ან სად რომელი დეტალი ნავს აქვს ძალიან ბევრი საიდუმლოება მაგალითად ფიცარი რომ ფიცარზე გადააბა ამიტომ ერთმანეთზე აი როგორც ვთქვა რა როგორც რუსული სიტყვა პლატკასო აკეთებენ ქვეყნის გადამამჩი რო კეთდება ებრეულად გაკეთდეს ამავე დროს ესეთი საიდუმლოებები აქვს წყალი რო არ შემიგდეს კაველას უძახიან სად უნდა გაიხუროს და სად უნდა გაუსწოროს სოლი ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსებია რომელსაც ცოდნა უნდა და ამ ცოდნას მინერალიზი და თუ რამეს გააკეთებ და მე ცოტა ასაკში ვარ და სამოთმეტი ვარ და დღესაც რამე ვიყოს ბოლომდე მაგალითად ჩემი იოსები შეგელია რომელიც სამეგრელოდა იმდენად მომდომებული რომ საფში რაზიკაც რაშენებული ძველი გამყალი ნავი წაიყვანა და მითხრა რომ ამის გარემონტებას თუ შეძლებოდა მე ვუთხარი მე წამოვალ შენთან და მე ჩემი გული და სული რაც იყო ყველაფერს გაგიერთებდი აი ეს მომდევნობა უნდა იყოს თქვენ გენაცვალეთ თქვენ გაეხარეთ მე არ ვიცი რა თქვენი ვერჩი რომა დამჭირდება და რა ვიცი რა ეს საქმე არ უნდა მოხდეს ეს ჯერ კიდევ მოდის არგონავტების დროიდან მე წაკითხული მართლა ჩემზე ნაკითხები და ჩვენზე ნასწავლები მზადებით მაგრამ არგონავტების დროიდან როდესაც არგონავტები შემოვიდნენ მედეია რო გაყვა აბსოლუტე მედეია ზმა თავისი ხომალდები და ანუ მაშინაც კიდე 3400-3500 წლის ისტორია ამას რატომ არ გავხდეთ? არ უნდა დავყავდეთ.